რუსეთი რო შეიჭრა უკრაინაში, მაშინ მიმდინარეობდა რომელიღაცა ტენისის ტურნირი და იქ რუს ათლეტებს დაუსვეს შეკითხვა, რომ გმობთ თუ არა ამ საქციელსო პუტინისოსო და იქ კომენტარების კითხულობდი და ორი ტენდენცია შეინიშნებოდა. ერთი, რაც ჩვენთვის ნაცნობი არის ქართველებისთვის, რომ სპორტს და პოლიტიკას ნუურევთ ერთმანეთში და დაანებეთ ამ ხალხს ითამაშონ ტენისი და ასე შემდეგ და მეორე თემა იყო, რომ ამერიკელები რატო არა პროტესტებენ რაღაცას, როცა მათ ქვეყანაში ხდება, ან როცა მათი ქვეყანა რაღაცა ცუდს აკეთებს და აი ამ მეორე საკითხზე მინდა ვისაუბრო და მინდა გითხრათ, რომ ამერიკაში ძალიან ბევრს აპროტესტებენ და ზოგადად ამერიკა არის პროტესტის ქვეყანა, როგორც ესეთი და ზოგადად უნდა ვიცოდეთ ის, რომ რაღაცა უსამართლობები კი ხდება ბევრი ამ ქვეყანაში, მაგრამ პროტესტის ხმა ყოველთვის ისმის და ყოველთვის მძლავრად ისმის. აი მაგალითისთვის წინა თვეში, როდესაც მაიამის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ საიმიგრაციო უფლებები მიეცა ლოკალური პოლიციისთვის, ასობით ადამიანი გამოცხადა საკრებულოს სხდომაზე და 9 საათის განმავლობაში გაუჩერებლივ გამოდიოდნენ საკრებულოს წევრების წინაშე და ეუბნებოდნენ, რატომ არ უნდა დაემტკიცებინათ აი ეს დადგენილება, რომელიც ამ უფლებებს აძლევდა ლოკალურ პოლიციას. და ზოგადად ესეთი რაღაცები მუდმივად ხდება. ეხლა მით უმეტესად სხვათა შორის ძალიან ბევრი არის ისეთი ადამიანი, რომელიც ტრამპს უჭერდა მხარს და ეხლა სრულიად უკმაყოფილო არის აი მასობრივი დეპორტაციის და განურჩეველი დეპორტაციისა, რომელიც ამ ქვეყანაში მიდის. და შესაბამისად ზოგადად იმის თქმა მინდა, რომ ამერიკაში და დასავლურ კულტურაში ჩვენ მოგწონს ის, რომ ხალხს აქვს ხმა და მუდმივად გამოხატავს და არ ეშინია ამ გამოხატვის და თავისი სამოქალაქო შეგნება აქვს ისეთი, რომ თუნდაც ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს არ უჭერს, იმას შეეწინააღმდეგოს და დაუფიქსიროს თავისი აზრი, ჩაერთოს სამოქალაქო აქტივიზმში. მაგალითები, რომელიც ჩემი აზრით ჩვენ უნდა ავიღოთ, თუნდაც ამერიკული და თუნდაც ევროპული, ან შეიძლება ნებისმიერი სხვა სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიიდან და კულტურიდან არის ის, რომ ხალხი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას და არ ეგუება იმას, რომ თუნდაც ის ხალხი, ვისაც მხარი დაუჭირა არჩევნებზე, მისი სურვილის წინააღმდეგ მიდის.